რა თქმა უნდა მივესალმები ყოველგვარი ინვესტიციას, მაგრამ ინვესტიცია უნდა იყოს ორივე მხარისთვის მომგებიანი და არა ერთი მხარისთვის. ის გასაიდუმლოებული მუხლები, თუნდაც ის რაც გაჟღერდა რომ 30,000 ადამიანი მუშახელი უნდა შემოიყვანონ, თუნდაც ის რომ 60% უნდა გაიყიდოს უცხოელზე და ასე შემდეგ. ეს ხელშეკრულება უკვე ჩანს რომ არის საქართველოსთვის საზიანო და საქართველოს წინააღმდეგ მიმართული და ამით აღშფოთებული არის თითქმის ყველა ფენა, რასაც კი უყურებ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ყველანი აღშფოთებულია, ამიტომ თვლი საჭიროდ რომ აუცილებლად რა ვიცი, აქ მაინც უნდა მოვახერხოთ რაღაცნაირად გაერთიანება ამ მიზნის გარშემო. ამიტომ ვიცი რა რომ რომელიმე პარტიამ რო გააკეთოს მოწოდება მეორე პარტია იმდენად არენდობა პარტიების საერთოდ იმდენად არენდობიან ერთმანეთს რომ არავითარი შედეგი არ ექნება. ამიტომ რომელიღაც ორგანიზაციამ აი თუნდაც ადვოკატთა ასოციაციამ ან ნებისმიერმა 10-მა პროფესორმა, რომელიც არ არიან აპელირებული და მანდა მაინც მიკუთვნებული რომელიმე პარტიას, აი მათმა რო წამოიწყონ და გააკეთონ მიმართვა იმ შეიხის მიმართ, რომელიც აპირებს ამ ინვესტიციის ჩადებას, რომ ეს ხელისუფლება არის არალეგიტიმური და ამ ხელისუფლების წასვლის შემდეგ ყველა ხელშეკრულება, ყველა კანონი, რაც კი მიღებული აქვს, იქნება ანულირებული და იქნება გაუქმებული და ეს გაფრთხილება რო იყოს მიწოდებული იმ შეიხისათვის და საერთოდ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის. და ამას ხეს უნდა აწერდეს ყველა აბსოლუტურად, არა აქვს მნიშვნელობა ბარიერ გადალახული, ბარიერ გადაულახავი, პრორუსულად მოაზროვნე, პატრიოტი იქნება ეს, გიჩი იქნება თუ ვინც იქნება, ყველა. რაღაცნაირად ამ იდეის გარშემო უნდა მოვახერხოთ გაერთიანება და ეს შობეძაღლი ვერ შევძელით რომ ჩვენ თაობას არ დაუტოლოთ საბრძოლო. და აი უტოვებთ ასეთ ქვეყანას და დოკუმენტი მაინც დავდოთ თუ კი მერე ამ ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ სასამართლოში წავლიან ევროპულ სასამართლოში რაღაც დოკუმენტი არსებობდა რომ იმ პერიოდში ქართველი ერის უმეტესობა არ ემხრობოდა არალეგიტიმურ ხელისუფლებას, არ ეხებოდა ამ ხელშეკრულებას, რაც საფუძველი იქნება ჩვენი გამარჯვების. ეს მაინც მოვახერხოთ და მე მგონია დადგა ის რომ როდესაც ქართველ ერს უნდა დავანახულოთ ძირითადი თემის გარშემო ვახერხებთ გაერთიანებას ყველანაირი პარტია, ყველანაირი ადამიანი